დღეს მე მოგიყვები იმას, რასაც ოფიციალურად არავინ ამბობს. მასალა, რომლებიც წლებია იმალება სამხედრო კაბინებში. Submitted for your approval. What have we got here? ვიდეოები, რომლებიც NASA-მაც კი ვერ ახსნა. We think they look nothing like ET. და ისტორიები, რომლებიც ათასობით ადამიანს ერთსა და იმავე რამეს აჯერებს. რომ ჩვენ მარტო არ ვართ. ის, რასაც ახლა ნახავ, ეს არ იქნება ფილმის სცენარი. ეს იქნება რეალური დოკუმენტაცია, რეალური ვიდეოები და რეალური მოწმეების ჩვენება. უმჯობესია სავარძელში კომფორტულად მოთავსდე, რადგან რასაც ახლა ნახავ, შესაძლოა შეცვალოს შენი დამოკიდებულება სამყაროსადმი. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენი მყოფებით ფუმფულაც ახსე რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არ მოიწყენთ. როგორც ჩანს, ძალიან მოგეწონათ ჩემი ვიდეო კოსმოსზე და კოსმოსურ ამბებზე, იმიტომ რომ დღემდე აქტუალურია და დღემდე ნახვებს წერს. გამიწერე კომენტარებში გჯერათ თუ არა იმის რომ არსებობენ უცხო პლანეტელები და გჯერათ იმის თუ არა რომ არ ვართ მარტოები. დაიწერა უამრავი საინტერესო კომენტარი, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაჟღერდა უამრავი საინტერესო ფაქტი უცხო პლანეტელებზე, რომლებსაც დღეს აუცილებლად გავუცემ პასუხს და ვეცდები რომ ამ მომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ზოგადად უცხო პლანეტელების შესახებ. მოდი ზოგადად დავიწყოთ საუბარი თუ ვის ვეძახით ჩვენ უცხო პლანეტელებს. უცხო პლანეტელები, ანუ ექსტრაორთერესტრული სიცოცხლე. ეს არის ნებისმიერი სიცოცხლე, რომელიც დედამიწის გარეთ არსებობს. ან შესაძლოა არსებობდეს, იმიტომ რომ დაზუსტებით 100%-იანი ინფორმაცია არ გვაქვს რომ არსებობს. ძირითადად რაც იცი უცხო პლანეტელების შესახებ, ეს ყველაფერი მხოლოდ მითებს, თეორიებს და დაკვირვებებს ემყარება. ზუსტად რომ ავხსნათ, უცხო პლანეტელები არიან სიცოცხლის ფორმები, რომლებიც დედამიწაზე არ წარმოშობილან. ეს შეიძლება იყოს უმარტივესი პატარა მიკროორგანიზმი, ანდაც მაღალტექნოლოგიურად განვითარებული ინტელექტი. მეცნიერები ფიქრობენ, თუ სამყაროში მილიარდობით გალაქტიკა არსებობს და თითოეულში მილიარდობით ვარსკვლავია, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე არსებობდეს. დღესდღეობით სამი ძირითადი საარსებობს იმისა, რომ განსაზღვროთ უცხო პლანეტელი. პირველი თეორიული უცხო პლანეტელი. ესენი არიან სიცოცხლის ფორმები, რომელთა არსებობაც სავსებით ლოგიკურია, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ისინი ვერ აღმოვაჩინეთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მიკრობები მარსზე, სიცოცხლე იუპიტერის მთვარეზე, როგორც იცით, იუპიტერის მთვარე ყინულით არის დაფარული, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ყინულ ქვეშ შესაძლოა არსებობდნენ ცოცხალი ორგანიზმები და უცნობი ორგანიზმები ექსტრაპლანეტებზე. ექსტრაპლანეტები არის სხვა პლანეტები, რომლებზეც შეიძლება რომ არსებობდეს სიცოცხლე. მეორე კატეგორიაში შედიან ინტელექტუალური უცხო პლანეტელები. ეს არის ძირითადად იდეა იმ უცხო პლანეტელების შესახებ, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებას ფლობენ. შეუძლიათ კოსმოსში მოგზაურობა, ქმნიან კომუნიკაციის სიგნალებს და მეტიც, შესაძლოა დაკვირვებასაც კი აწარმოებენ ჩვენზე. სწორედ ასეთ რადიო სიგნალებს აგროვებს სეტი იმისათვის, რომ იპოვოს მსგავსი სიცოცხლე. მესამე კატეგორიაში არიან პოპულარული კულტურის უცხო პლანეტელები, როგორებიც არიან მაგალითად ხალხის მონაყოლი არსებები, მაგალითად არენა 51-ის ისტორიები. ვინც არ იცით რა არის არენა 51, აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, რადგან საუბარი აუცილებლად მოგვიწევს არენა 51-ზეც და სამხედრო პილოტების ვიდეოები, როგორებიც არის UFO მაგალითად. ამ ყველაფერმა უცხო პლანეტელებზე წარმოდგენა კიდევ უფრო გააფართოვა. როგორც მივხვდით, უცხო პლანეტელები შეიძლება იყვნენ როგორც უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმები, ასევე მაღალ ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციები. სამყარო იმდენად უზარმაზარია, რომ თუ ამ სამყაროში მარტონი ვართ, ეს გასაოცარია, მაგრამ თუ არსებობს ცივილიზაცია, ეს კიდევ უფრო გასაოცარია. მოდი ახლა გადავიდეთ და განვიხილოთ ყველა ის მასალა, რომელზეც დაყრდნობითაც ვარაუდობენ, რომ არსებობენ უცხო პლანეტელები. მოკლედ, პენტაგონში არსებობს UAPA და UFO ანგარიშები და ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად ადასტურებს, რომ აქვთ კადრები 2020-დან 2024 წლამდე მოგროვებული, რომლებსაც არ აქვს ახსნა. მათი სამეცნიერო ჯგუფები ადასტურებენ, რომ ობიექტები, რომლებიც ვიდეოზე არიან ასახულები, მოძრაობენ ისე, რომ არ ემორჩილებიან არანაირ ფიზიკის კანონებს. და არსებობს ასეთი ვიდეო ჩანაწერი, რომლებიც არის გადაღებული NASA-ს სამხედროების მიერ. Did you box moving target? No. No, I took an auto track. Oh, okay. Oh my gosh, dude. Wow, look at it fly. Look at
სწორედ მსგავსი ამოუცნობი ობიექტების გამოჩენის შემდეგ NASA-მ შექმნა UAPA Research Division-ი, რომელიც ოფიციალურად სწავლობს უცნობ მოვლენებს. თუმცა ისინი პირდაპირ არ ადასტურებენ უცხოპლანეტელების ვინაობას, მაგრამ ადასტურებენ იმას, რომ არსებობს რაღაც ობიექტები, რომლებიც ნამდვილად დაფრინავენ ცაში და ისინი არ არიან სხვა ქვეყნის ავიაციის თვითმფრინავები. როდესაც საუბრობთ უცხოპლანეტელებზე, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ როსველის ინციდენტი, რომელიც არის ყველაზე ხმაურიანი ამ საკითხში. 1947 წელს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ციდან ჩამოვარდა ამოუცნობი ბალონის ფორმის მქონე ობიექტი. არაოფიციალური წყაროები კი ავრცელებენ, რომ ამ ობიექტში იპოვეს უცხოპლანეტელების სხეული. სამწუხაროდ ამ ინფორმაციის მოძიება ბოლომდე შეუძლებელია, რადგან ძალზედ გასაიდუმლოებული საკითხია და მხოლოდ ზედაპირული მასალის მოძიებაა შესაძლებელი. როგორც უკვე აღნიშნე, ხალხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ამოუცნობ ობიექტში იპოვეს უცხოპლანეტელის სხეულები, რომლებსაც ამერიკელები იყენებენ ექსპერიმენტებისათვის, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უარყო აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ ეს იყო უბრალოდ პროექტ მოგულის მარცხი და რაც მათ დაინახეს და რაც მათ იპოვეს, ეს იყო მხოლოდ საფრენი აპარატების ნამსხვრევები. 1990-იან წლებში რამოდენიმე უფოლოგმა, უფოლოგია ეს არის ადამიანების მოღვაწეობის სფერო, რომელიც მოიცავს ამოუცნობ ფრინავ ობიექტებზე დაკვირვების შეგროვებას და ასევე მცდელობას, რომ მიეცეთ მათ მეცნიერული განმარტება. დღესდღეობით უფოლოგია არის დახასიათებული როგორც ფსევდომეცნიერება, რასაც რა თქმა უნდა უფოლოგები არ ეთანხმებიან. თვითონ ტერმინი უფოლოგია მომდინარეობს სიტყვა UFO-დან, რაც ნიშნავს Unidentified Flight Objects, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ამოუცნობი ფრინავი ობიექტები. დიდი გადახვევა რო არ გამოგვივიდეს, მოდი დაუბრუნდეთ ისევ იმ თემას, როგორც უკვე აღნიშნე 1990-იან წლებში რამოდენიმე უფოლოგმა დიდი დაინტერესება გამოთქვეს აღნიშნული საკითხის მიმართ და ასობით ადამიანს გაესაუბრნენ, რომლებსაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონდათ აღნიშნულ ფაქტთან. საბოლოო ვერდიქტი ასეთი იყო, რომ 1947 წელს ერთი UFO ობიექტი ნამდვილად ჩამოვარდა იმ ადგილას და უცხოპლანეტელებით ნამდვილად იპოვეს. მეტიც ისინი ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლებელია ცოცხალიც კი ყოფილიყო. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, კვლევის შედეგები დაილუქა და მას ეწვდომის უფლება მხოლოდ მთავრობის წევრებს და კიდევ რამოდენიმე მეცნიერს მისცეს. თუმცა ყველაზე ცნობილი მაინც მოწმეების და ინფორმატორების ჩვენებებია ხოლმე სოციალურ ქსელებში აქტუალური. სწორედ ასეთი მოწმე იყო ბობ ლაზარი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მუშაობდა Arena 51-ის ლაბორატორიაში. როგორც დაგკპირდით, ახლა მცირედი გადახვევა გვექნება და ვისაუბრებთ თუ რა არის Arena 51, რომ ზოგადი შთაბეჭდილება გქონდეთ. Arena 51 არის სუპერ გასაიდუმლოებული ამერიკის სამხედრო ბაზა, რომელიც მდებარეობს ნევადას უდაბნოში. როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვიგებთ, Arena 51-ში ძირითადად მიმდინარეობს ჯაშუშური საქმიანობების გატესტვა და ასევე საფრენი ობიექტებზე დაკვირვება. Arena 51-ზე იქმნება გასაიდუმლოებული და ძალიან მძლავრი სამხედრო იარაღები. საინტერესო ის არის, რატომ უკავშირდება Arena 51 უცხოპლანეტელებს. ამერიკის მოსახლეობამ Arena 51 უცხოპლანეტელებს რამოდენიმე მიზეზის გამო დაუკავშირა. პირველი მიზეზი ეს არის ის, რომ მთავრობა ძალიან გასაიდუმლოებული და დაცული არის, რაც გამოარჩევს სხვა სამხედრო ბაზებისგან, მუდმივად მიმდინარეობს საჰაერო თვალთვალი აღნიშნული ობიექტის გარშემო და 1999 წელს ბობ ლაზარმა თქვა, რომ იქ მიმდინარეობს უცხოპლანეტელებზე დაკვირვება და მათი ტექნოლოგიის შესწავლა. რა თქმა უნდა, კიდევ ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიუახლოვდება ობიექტს, სამხედროები მაშინვე აჩერებენ. ის იმდენად დაცულია, რომ გარკვეულ რადიუსზე საჰაერო გადაფრენაც კი აკრძალულია. გარშემო ყველგან კამერები, სენსორები და შეიარაღებული პატრულირებაა. შეუძლებელია, რომ Arena 51-ს მიუახლოვდე. და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, მართლა ინახავენ თუ არა Arena 51-ზე უცხოპლანეტელებს? ოფიციალურად რა თქმა უნდა არა, თუმცა არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით კი კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ იქ უცხოპლანეტელებს ინახავენ არ არსებობს. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ეჭვი, რის გამოც Arena 51 ძალიან გასაიდუმლოებული და საინტერესო ობიექტია. მოდი ახლა დაუბრუნდეთ ბობ ლაზარის, რომელიც ამტკიცებს, რომ მუშაობდა Arena 51-ის ლაბორატორიაში და ნამდვილად ყავს ნანახი უცხოპლანეტელები თავისი თვალით. მეტიც ის ამბობს, რომ ნახა 9 სახეობის UFO, ანუ 9 სახეობის უცხო ტიპის ამოუცნობი ობიექტი. ამბობს, რომ აპარატები მუშაობდნენ ანტიმიზიდულობის რეაქტორებზე. რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდ მონაწილემა მას არ დაუჯერა და სოციმედია მას ლეგენდად აღიქვავს. ასევე არსებობს დევიდ გრანშის, კონგრესმენის 2023 წლის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს არამიწიერი წარმოშობის ტექნიკა.
ამბობს, რომ ადამიანის სხეულის მსგავსი, მაგრამ არა ადამიანური სხეულებიც აქვს ნანახი. კონგრესი ძალიან საინტერესო ადგილი აღმოჩნდა უცხოპლანეტელების თემის განსახილველად, რადგან 2023 წელს მექსიკის კონგრესმა გამოიტანა ორი პატარა სხეული. These small mummified specimens were unveiled at Mexico's first ever UFO hearing yesterday. Yeah, it looks like ET. You're right. The alleged alien corpses were found in Peru. They're believed to be 700 to 1800 years old. They only had 3 fingers and elongated heads. X-rays of the aliens were also shown, and experts say one of the bodies has eggs inside of it. Maybe we're going to have alien babies. A lot going on in Peru. Yeah. Right. So is this real? Do people believe this? I don't know. As Leslie Lopez says, we want DNA samples. Yeah. And then we're eventually going to find out that aliens look nothing like we ისინი ოფიციალურად ადასტურებდნენ, რომ ესენი არიან უცხოპლანეტელები. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების განმარტებით, ეს არის თვალთმაქცობა, რაც მექსიკელებმა გააკეთეს. როგორც იცით, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მექსიკას და ამერიკას ერთმანეთთან. ასევე არსებობს უამრავი ტიპის ვიდეო ჩანაწერი, რომლებიც ერთგვარად ხაზს უსვავენ უცხოპლანეტელების არსებობას. Take a look at this. Oh my God. I hit pay dirt. Finally. Submitted for your approval. What have we got here? ასევე არსებობს ასეთი ვიდეო, რომელიც არის TikTok სახელით ცნობილი, რომელიც არის გადაღებული 2004 წელს და არის გადაღებული ამერიკელი სამხედროების მიერ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვიდეოში არსებული თეთრი სხეული მოძრაობს ნულოვანი აჩქარებით, უცაბედი მიმართულების სულებით და ნულოვანი ხმაურით. Did you box moving target? No, I took an auto track. Oh, okay. Oh my gosh, dude. Wow, look at it fly. ასევე არსებობს პატარა ასტრონომიული ფორმულა, რომელიც შედეგად შეგვიძლია გამოვითვალოთ თუ რამდენი სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს სამყაროში. და მას ქვია Drake equation-ი. ეს ფორმულა გამოიყურება ასე, ასე გამოიყურება ამ ფორმულის ახსნა, ვისაც დეტალურად გაინტერესებთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან სიღრმისეული საკითხია. თუმცა გეტყვით, რომ აქ ძალიან დიდ ციფრზე არის საუბარი. ეს არის ფორმულის სახე, რომელიც გამოიყენება იმის განსაცაზღვრად, თუ რამდენი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს ჩვენს Milky Way galaktikაში. ანუ მათ ჯერათ, რომ არა ერთი პლანეტა, არა ორი, არამედ რამოდენიმე პლანეტა არსებობს, ისეთი სადაც სიცოცხლე არსებობს. არსებობს კიდევ უამრავი არგუმენტი იმისა, რომ არსებობს სიცოცხლე სხვა galaktikებზე და სხვა პლანეტებზე, მაგალითად ის, რომ NASA-მ მარსზე აღმოაჩინა წყლის კვალი, რაც ადასტურებს იმას, რომ მარსზე შესაძლოა არსებობდეს სიცოცხლე, რადგან როგორც იცით, სადაც არის წყალი, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ არსებობდეს ცოცხალი ორგანიზმი, რადგან მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით სწორედ წყლიდან წარმოიშვა პირველი სიცოცხლე დედამიწაზე. ასევე ძალიან საინტერესო ფაქტი არის ოუმუამუა. ეს არის პირველი უცხო ობიექტი, რომელიც 2017 წელს მზის სისტემაში გამოჩნდა. მას აქვს ძალიან უცნაური ფორმა, გააჩნია უცნაური აჩქარება და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება უბრალოდ ტექნოლოგიური ზონდიც კი იყოს. მეცნიერები იმდენად აქტუალურად ფიქრობენ ამ საკითხზე, რომ მათ შექმნეს 4 სავარაუდო უცხოპლანეტელის ტიპი. ესენი არის გრეის ნაცრისფერი, რეპტილია, ხრიკლოკოკინები, ნორდიქსი და ინსექტოიდსი. ასევე არსებობს ძალიან საინტერესო ჰიპოთეზები. ერთ-ერთი ასეთი არის, რომ უცხოპლანეტელები უკვე დედამიწაზე არიან, თუმცა ისინი დამალულები და შენიღბულები არიან. მახსოვს ერთ პერიოდი ძალიან აქტუალური იყო ამ თემაზე საუბარი და ვარაუდობდნენ, რომ უცხოპლანეტელები არა კოსმოსში, არამედ ოკეანეში არიან, რადგან ჩვენი ოკეანის მხოლოდ და მხოლოდ 2% არის შესწავლილი და დანარჩენი 98% შეუსწავლელია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაჩნდა ვარაუდი, რომ რატომ არ შეიძლება რომ უცხოპლანეტელები იყვნენ წყალში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ
ჩვენ ისინი გვაკვირდებიან, თუმცა არ ერევიან. ისინი თავს არ აჩენენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩვენი კაცობრიობა ჯერ ამისთვის მზად არ არის. ისე შენ რას ფიქრობ? დამიწერე კომენტარებში, არის თუ არა მზად კაცობრიობა იმისათვის, რომ უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ. მაგალითად, ძალიან პოპულარული მითი არის ის, რომ ხეოფსის პირამიდები უცხოპლანეტელების მიერ არის აშენებული, თუმცა ამას არქეოლოგები არ ადასტურებენ, მაგრამ მართლაც გასაოცარი ფაქტი არის ხეოფსის პირამიდები და მართლაც წარმოუდგენლად მიმაჩნია ადამიანური რესურსებით მათი აშენება. რაც დრო გადის, კიდევ უფრო რთული ხდება ამ თემაზე საუბარი, კიდევ უფრო ფართო ხდება ეს თემა და კიდევ უფრო ბევრი კითხვა ჩდება პასუხგაუცემელი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გაჩნდა AI და ახლა უკვე სოციალურ ქსელებში წარმოუდგენელად რთულია გაარჩიო რეალურია ვიდეო თუ AI-ის მიერ არის დაგენერირებული და ხშირად ხვდებით უცხოპლანეტელებზე ვიდეოებს, თვითონ უცხოპლანეტელებს და ამოუცნობ ობიექტებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის აწყობილი. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ვიდეო, იმედია ამომწურავად ვისაუბრე ამ საკითხზე და ვეცადე რომ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია ჩამედო და მაქსიმალურად ბევრი მესაუბრა. იმედია მოგეწონათ ვიდეო, თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა დალაიქოთ ვიდეო, თუ გამოწერილი არ გაქვთ არხი გამოიწერეთ, რადგან ჩემი მაყურებლების 90%-ს არ აქვს არხი გამოწერილი. მე კი დაგემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.